ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა მხიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტა გრძელი ულაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში რე უცნაური ვაშლები მოისხა ამ ხემ რე არის რა ვაშლები ბატონოსოს მუხა ეს და კომოისხა გაგაბიჩნა რე უცნაური ხილი ყოფილა ეს მუხა რკოს ისხამს დურბე ტიტურავა გამეიარდლათ ლათავი სოსოია იგი მაინც არ წაგიკითხია ბიჯო მუხა მომეც რკო და რკოს მიუტან ღორცო უი ხო ივერიას კონცერტი კი როგორ არა წაკითხული მაქვს ეთქობა ამ ბიჭს რომ მთელი ბავშვობა ბიბლიოთეკაში აქვს გადარებული მე ვიყო ჯემი გაინიგავაი რკოს მოწყვეტა მინდა ეისავიჯო ერთი არ ჩამოვარდეთ ვარა გაგიწება ვაითავი და წალეგავს შენი ტვინი მთელ ქერის უბანს აფრანსიო თუ ძმახარ აცი ეკაცი და მოაწყვით ერთი ცალი რკო იძამა რაზია ლავარიგი ვიქნები სოსოია შენი ლიფტი ლიფტის ფული საჩავაგდო აფრასიონ მაღაზიაში ჩააგდე სოსოია და წლის ბოლომდე სკიდა გიგროვდება ვოდკის ფული უი რა საყვარელი რკოა მე მგონი ძალიან დიდი სხოსტვა თქვენ შორის კი მაგრად მგებს ჩემს ბავშვობას მაგონებს თქვენ რომ ჯაჭვზე გამოფმული მასე იქნებთ მბრძანებელო სწორედ მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე თავისუფალ არსებად საღოლ გრიგოლიჩ ეჯაჭვი რა ფრაჭკიანურად მოგიფიქრებია აბა მაპინგვინმა თუ ეიწყვიტა მტრისას დავკორტრის უყოლაზუ მოწყალოდ უი შენ დაკორტნა ჩუტყვავილამ შეცინიკურო სახედარო შენა მაგრად ჩაეჭიდეთ ჯაჭვს მბრძანებელო თორემ ამას ახლავე გადავიმტრევ სათუთ მკლავზე ასაკეთებ რეზიკო რას შეიძლება მკლავზე გადამტრევა კი გინდოდეს მაგრამ არ უნდა გამოხატო პირიქით ხელოვნურად უნდა გაუღიმო აი ასე როგორ ახარ ჩემო საყვარელო მეზობლებო მადლობა მიზია თავარი არის თქვენ მყავდეთ კაც შენ არ გეკითხები ლეიმურას ვიცი რო არ მეკითხები მაგრამ არ მეგეწონა ამნაირი კაი პასუხი გრიგოლიჩ კაი ამბაღნებს დააბჟორიალებ პრაგულკაზე გევიგე მაგრამ ამ ხნის ხეს რაღაც ერთში ხვნეშახვნეში დომ დაკობა უგავიო ტიტეს ჩრდილში უყვარს სეირნობა ჩემს მბრძანებელს პიგმენტური ლაქები რომ არ გაუჭდეს გადატკიცინებულ სახეზე აბა ყვილა გაისროლა ბატონმა ბიძენმა ამ ხეში 3 ლიმონი ნე ყველაფერი უღმათობა და იბრეთობა ამან აფენა მე ფიქრო შო გავგიჟდი და ადრე ხალხი დადიოდა ჩემს სანახავად და ახლა მე დამატარებს ტურისტივით ხალხის სანახავად იტე ახლავე გააჩუმენა რას წუწუნებს შენ დაგეცა მეხი ბატონი ბიძინი როგორი პრალივნო იწვიმა შეიძლება შემოვეფარო ჩვენ კიდო რამდენჯერ უნდა შეგიფარო და თიკონა მაგრამ ამ საწყალგულს რა ვუყო მე აცი რაღა შემცვლის როგორი კეთილიც ვარ ისეთივე კეთილი დარჩევის ამუდამოდ იმიტომ რომ ადამიანის შეცვლა გამორიცხულია თუ კეთილი გული გავს ასეთივე კეთილი გული გაქვება კაი ხო იყოს არ გვინდა კარგით ხო კარგით მოდი შემოვეფარეთ აი რა კარგად შეგიფარეთ იტეია ვიო შენ არ გამიგოგლახათ მაგრამ ქიღირ და 3 მილიონი ამფერი გაიზონდეგი ჯონახე რა ფერ დავსველდი სუკუ ამომიუდა აურა ფერმი ყვარს ბიჭო სოკოი ინგახსოს ბიზია ჭორვინაში სოკო რომ მოგიდანე როგორ არ მახსოვს ლეიმურას იმან ყოლას გახსენებაზე ახლას ნერსკი მომდის კაც მერე წავიდეთ ხალდილით ბატონი ბიძინი ჩვენს ტყეში პრაშენია თქვენ ტყეში და დავკრიფოთ რიჟიკები ნიყვები მაჭუნკალები ოღონდ ადრე უნდა წავიდეთ ხომ იცი ხალხმა არ დაგვასწროს რა ხალხი კაცო ეგ გამაკლია ხალხმა იბოგინო ჩემ ტყეში და სოკო შემიჭამოს დავკრიფოთ ჯერ ჩვენ რასაც ვიპოვით და მერე შევიდეს ვისაც უნდა და ჭამოს რამდენიც უნდა ეგ ხალხისა მეგობრებო მაგიჟებს ჩერჩილის დიპლომატია სადა აქვს ჩერჩილის დიპლომატია პალტო შემიჭამა კარადაში ხო და ჩერჩილმა რო პალტო აღარ შეგიჭამოს მაგას ნავსტალინი უნდა ჩემოსოსოია აი წვიმამაც გადაიღო ხვალ გამთენიისას ტყეში გავდივართ ყველანი
სოსობიძია, თოფით რატო წამოხვედი შენ სოკუებს ყრიფავთ დათვებს კი არა. უჭიმი გაინავარი მიმასხრი. შხამიანი სოკო თუ შეგხვდე, ეგრევე დავიხვრიტავ მუხლებს. ხო მართლა, შხამიანი სოკოები არ დაგრიფოთ შეცდომით. ვინმე მიწის სოკოს ცნობა? აქ არა ვარ, ჩემო ამომავალი მზის სხივო. დიდი საბჭოთა ბოტანიკური ენციკლოპედია წამოვიღე ყველა სოკო ხატია აქ. სად იყო კაცო ეგ ბოტანიკური ენციკლოპედია თუ რაც არის? ეთყობა ბოტანიკური ბაღი რო ვიყიდე, იმას მოყვა. აბა, გავიშალოთ ახლა. ყურადღებით ვეძებოთ. დაუკრეფავი არ დამიტოვოთ ამდენი ნაშრომი. დათიკონა, იპოვე სოკო? ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, ქიმდიდას გიფუჩუა. თქვენთანაც არაფერია? გავგიჟდები ახლა, ერთი სოკოც არ ჩანს. ძალიან მიკვირს რატო დამხვდა ეს დღე ასეთი მოუმზადებელი. რატომ მოუმზადებელი ბატონო ბიძინ? ჩათვალეთ ეს დღე უკვე მზათა სარეკრეაციო ზონად გამოვაცხადოთ. ჯემიგაი. პრიკოლიერა. სედერი სოკო ვერ პოულობ. ეთყობა თოფის ეშინიათ ჩმორებს. აღარ მაქვს თოფის სოკვებო, გამოჩნდით. ბიჭო, გრიგოლიც, სამოგვიყვანი აქანა. დღეც რავა ქვეყანასავი დაქცეული და გაღატაკებული გქონია. სოკო წითელი, მოდის ტყის შუაგულში არსებულ მდელოზე. ой, ჩემო იმპერატორო, სოკო ვიპოვე. ой, ჩახლეზიკო. ამ სიკეთეს 5 წუთი არ დაგივიწყებ. აბა ჩახედე მაგ შენ ენციკლოპედიაში, შხამიანი ხომ არ არის ეს სოკო? აი, სოკო წითელი, იგივე ნიყვი. უგემრიელესია და ითვლება სოკოების მეფედ. თლაც სათქვენო სოკო ყოფილა, ჩემო მეფეთ მეფევ. ნეტა ეს სოკო უმადიჭმევა რო შევჭამო? კი რა ვარა. იმიტომ ვიპოვე ეს სოკო, რომ შენ შეჭამო ზუსტად. არა ბატონო ბიძინი, случайно შხამიანი რომ გამოვდგეს და მე რომ მოვიწამლო და არა თქვენ. ჩესთან ბაბათ ხალიმსკი გეუბნებით რა. რა უნდა მოვიწამლო კაცო? წერია ყველაფერი ჩემს ენციკლოპედიაში. მაგ ციგნისთვის ვიყიდა იმ ხელა ბოტანიკური ბაღი. პი რა გევრიელია? მართლაც რომ მეფეების საჭმელი ყოფილა სოკო. გამოც საკუთარი ტყის ნობათი. აბა, წადით ახლა მეგობრებო და განაგრძეთ სოკოს ძებნა. სადილის დრო ახლოვდება. რაღაც ჩამოცხა ხო? პირიქით მბრძანებელო, ძალიან გრილა. რაღაც თავი მიბრუის. ვაი, მე რა მჭირს? შხამიანი სოკო ხوار მაჭავე ბიჭო? ხომ წაგიკითხეთ ჩემო სიცოცხლევ. აი, ეს ნაწილი არ წამიკითხავს. სოკოს ყავს ზუსტი ორეული, ანუ მატყუარა ნიყვი, რომელიც იწვევს პირველ ეტაპზე ნარკოტიკულ თრობას, შემდეგ შიშებს და ბოლოს კოშმარულ ჰალუცინაციებს. ხო და ეგ მატყუარა ნიყვი მაჭამე შემოღალატე გაყინულო კვატო. ამას არ გაპატიებთ უყოფილო ბიზიკონა. რატომ გათენდი დღევანდელო დღეო? გადამცხეთ შოლტი ჩემო კალიგულა. თქვენგან ყველაფრის ღირსი ვარ. ჩემი ხელი დამოხდი სულ წრეზიკა. რა კარგად ვარ? მიიტანა კათ. აბა აწინახე შენ დაპირებების პრიხოთ. ჩემი კაი, ეს რა ბომბი სოკო ყოფილა თო? რეზიკო, მამის მინი ახლა რაც ხა უნდა გითხრა, დროზე გევეცალოთ ახლა ამას თუ არა, კიშკა თუ გეეხსნა კოცონზე შებრაძვა არ აქვს ხდება ჟანადარკისავით. რა კაია ცხოვრება ბიჭო? ასეთი ბედნიერი 2012 წლის არჩევნების პერი არ ყოფილვარ. მე მგონია მართლა გადასახედია ჩვენი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. აი, რა კარგად ჩამოაყალიბე? ვიდი შეუბერე ბიზიკონა, უპიპინე. ვაი, რა დაგემართათ მბრძანებელო? ვაიმე, სეიფი დამჩაღია. ხო დაგედეთ მბრძანებელო? გადი, არ მიკბინო, გადი. დეწყო ამას მეორე ეტაპი, შიშები. წამოხესთან დავაჯინოთ. ხე შეიძლება ნარმანია მოჭრა ჩემი დავალებით და თავზე დამეცეს. არ მინდა ხე. აბა ტყეში ვარ, ბიზია და ხეს რა გამოლებს აკანა. ტყეში ვარ? ტყეში თუ არ ესე იგი წითელ ქუდა ვარ. წითელ ქუდა თუ არ ესე იგი მგელი შემჭავს. ვაი, მე მგელი. მგონი მესამე ეტაპი დაეწყო, ჰალუცინაციების და კოშმარების.
ვინამატი ვარ ბატონო ბიძენ, მაგრამ ერთი სოკო კიდევ ვერ ვნახე მე ვიყო. ვინ არის ეს? რანაირად მიყურებთ ბატონო ბიძინი? რამე ხომ არ მცხია? ეს საიდან გაჩნდა აქ? მომწყდი თავიდან, გაგრი. დალაშავე რამე და ვერ ხვდები? ნუ გავუშლი ბიჭო ნერვებს, გეუბნება გაქრი რა. რანაირად გავქრი ასე კაცო? სონსო, მოდი სონსო. მომეხმარე რა თუ ჩემი ბრატი ხარ. ჩემი დახმარება დაგჭირდეთ ბატონო ბიძინე? ესეც ისა კაცო. შხემიანის ხوار დაგესხა თავს. გავუხურით ამ შუბის. ვაიმე ის გიჟი მომძებს თოფით. ხალხო მიშველეთ. რა დაემართა კაცო ამას? დამელოდეთ მბრძანებელო. ვაი დედა, აღარ შემიძლია. რაკის ბიძო, რა წეში ხარდო? ბატონო ბიძინა ხომ შვიდობაა? მიშველეთ, სადა ხარჩემები? ვაიმე, რამდენი მიშა კაცო? რაღაცა ცუდი ხდება, ხალხო! გონი გამოვკეთდი. ძილში სულ გამოვიდა ეს ხამი. კიდე შენ მელანდები კაცო? ეთქობა კიდე დამჭა სოკო შხამი ორგანიზმში. აშკარად ძილი დამაკლდა. ძილი დაგაკლდა ხო, ძილი. დაიძინე ბიძო, დაიძინე. დაუ. სულ წასულა ეს კაცი ხელიდან რა.